მოგესალმებით. დღეს ვისაუბრებთ არაერთ სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა ჩემი დაცვის ქვეშ ყოფის ქალბატონი ნათია ჯანაშიასა და მისი ოჯახის მიმართ. მოგახსენებთ, რომ ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის ორი შვილი სწავლობს ჯერ კიდევ ბრიტანულ ქართულ აკადემიაში. 2025 წლის 22 თებერვლის შემდეგ ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძეს აუკრძალეს როგორც აკადემიაში, ასევე სკოლაში შესვლა, აკრძალვა შეეხო ასევე დობით აღჭურვილ პირს არჩილ გოლაშვილს. ეს პიროვნება ბატონი არჩილი უზრუნველყოფდა ბავშვების სკოლაში მიყვანა და წამოყვანას. 2025 წლის 21 მარტს ნათია ჯანაშიამ გიორგი კეთილაძეს მიმართა, რომ უფლება მიეცათ ნიკოლოზ ცეცხლაძეს სხვა ბავშვების მსგავსად საკლასო ოთახამდე მიეცილებინათ მშობლებს ან ნათიას ან დავით ცეცხლაძეს უფლება მოსილ პირს არჩილ გოლაშვილს, თუმცა ამაოდ დღესაც არ აქვთ უფლება შვილი მიეცილონ საკლასო ოთახამდე. გამოსაშვებ ცერემონიალზე დაცრების უფლებაც კი აუგზავნეს ქალბატონ ნათიას და დავით ცეცხლაძეს და წარმოიდგინეთ, როგორ ირღვევა ყოველდღიურად ფაქტობრივად ამ ბავშვების უფლებები. არათანაბარი მოპყრობა განხორციელდა კიდევ ერთი შვილის ანასტასიას მიმართაც, რომელსაც სკოლის თეატრში 2026 წლის 3 აპრილს უნდა მიიღო მონაწილეობა, რომელსაც ადმინისტრაციამ აუგზავნა მშობლების და სხვა სტუმრების მოწვევა სპექტაკლზე, მაშინ როდესაც ამის უფლება სპექტაკლის ყველა მონაწილეს ჰქონდა. ეს აკრძალვა გაამართლეს უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, რაც სრული აბსურდი არის. უამრავი შემთხვევა, უამრავი ფაქტი არსებობს, როდესაც სხვადასხვა აქტივობებზე მიწვეული იყო უამრავი მშობელი და არ ჰქონდათ ქალბატონ ნათიას და ბატონ დავითს ამ აქტივობებზე დასწრების უფლება. ანუ გამოდის, რომ ამ შემთხვევებშიც ბავშვების უფლებები დაირღვა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აზარალებს შვილებს და ძალიან ძიმედ მოქმედებს ბავშვებს. ასევე მინდა ვისაუბრო აეროპორტის ეპიზოდზე. ქალბატონმა ნათიამ და ბატონმა დავითმა მომაწოდეს ინფორმაცია და აღნიშნულთან დაკავშირებით, როგორც ჩემთვის ცნობილი არის, საჩივარიც კი არის შეტანილი, რომ 2025 წლის 14 დეკემბერს, როდესაც ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიემგზავრებოდნენ ინგლისის მიმართულებით, იქ განხორციელდა მათ მიმართ მუქარა. მუქარა ეხებოდა როგორც სიცოცხლის მოსპობას, ასევე წილების წარქმევას და ქალბატონი ნათიას თქმით, ასევე ნახსენები იყო სკოლის დაწვას. ყოველდღიურად გრძელდება ქალბატონი ნათიას დისკრედიტაცია, სხვადასხვა უკანონო ქმედებები, რომ დარჩენილი 30%-იანი წილი წაართვა. აეროპორტის ეპიზოდთან დაკავშირებითაც მინდა მოგახსენოთ, რომ გამოძიება წინ არ მიდის ჩემი ინფორმაციით, მაშინ როდესაც საგამოძიებო ორგანო ვალდებულია დაადასტუროს, გამოიძიოს, ან დადასტურდეს, ან მოხდეს აღნიშნული ფაქტის უარყოფა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი ნათიას მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია შეესაბამება რეალობას და თუ სწორ საგამოძიებო მოქმედებებს ჩაატარებენ ყველა მიმართულებით, ყველა სიტყვა, რომელიც ქალბატონ ნათიას გაჟღერებული აქვს გამოძიების ეტაპზე, რა თქმა უნდა, დადასტურდება. შესაბამისად, როგორც ხედავთ, რამდენიმე სხვადასხვა სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული არის ჩადენილი ქალბატონი ნათია ჯანაშიას მიმართ და არც ერთზე ფაქტობრივად ჯერ კიდევ ხელშესახები შედეგი არ არის დამდგარი. ეს არ არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული. საუბარი მაქვს იმ თაღლითობაზე, იმ სავარაუდო თაღლითობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ქალბატონი ნათიას მიმართ და რომლის შედეგადაც მას წაართვეს სკოლის წელი. ეს არ არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის შემთხვევა, როდესაც ყოველი დღე, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება და ჭიანურდება, აზარალებს სკოლას, აზარალებს ბავშვებს და ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ზიანს აყენებს განათლების სფეროს. აქედან გამომდინარე, მე მოვუწოდებ საგამოძიებო ორგანოს, რომ ყველა მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდეს, მოხდეს ის რეაგირება, რომელსაც აღნიშნული შემთხვევა და სხვა დანარჩენი შემთხვევა საჭიროებს და დადგეს შესაბამისი შედეგი. ქალბატონ ნათიას ჩემს დაცვის ქვეშ ყოფს ჭირდება სიმართლე და ჭირდება ის, რომ სიმართლე მიზეიმოს. ეს არ არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული, ეს არის შემთხვევა, როდესაც ყოველი დღე, როცა საგამოძიებო მოქმედებები არ ტარდება და სიმართლე იკარგება, იწვევს უდიდეს ზარალს. ეს ზარალი ეხება როგორც
ბრიტანულ ქართულ აკადემიას, ასევე სკოლის განვითარებას და ბავშვებს, რომლებიც დიდ ზარალს იღებენ.